როცა მუცელი ტკივა ადამიანს მარჯვნივ და ზევით თითქმის ყოველთვის არის ნაღლის ბუშტი. კი შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს, მაგალითად ღვიძლი ან კუნთების დაჭიმვა, ან კუჭის წყლული, ანუ სხვა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი მარჯვნივ და ზედა ნაწილში, მაგრამ უმეტესად ეს არის ნაღლის ბუშტის გამო. ეხლა როცა ვამბობთ ნაღლის ბუშტს, რას გულისხმობთ ხოლმე? გულისხმობთ სამ მდგომარეობას ძირითადად ნაღლის ბუშტის. პირველი, როცა ნაღლის ბუშტში არის კენჭები და კენჭი არის პირდაპირ გაგებით, როგორც გესმით, მართლა პატარა კენჭია და ეს კენჭი შეიძლება დაიძრას, ნაღლის ბუშტი რომ წარმოიდგინოთ მართლა ბუშტივით და შიგნით კენჭი დაგორას მოკლედ და რომ დაიძრას და ნაღლის ბუშტი საიდანაც გამოდის ნაღველი ის ადგილი რომ ჩაკეტოს, ხო? აი ეს ადგილი თუ ჩაკეტა დროებით ადამიანი განიცდის ტკივილს. აი ამას გულისხმობთ ყველაზე ხშირად, როცა ნაღლის ბუშტის ტკივილზეა საუბარი და ამას ვეძახით ბილიარულ კოლიკას. მეორე სცენარი, რასაც გულისხმობთ ხოლმე, არის რომ ვერ მოძრაობს ნაღლის ბუშტი კარგად, ნაღლის ბუშტში უნდა იყოს ნაღველი. ნაღველი საჭმელს რო შეჭამს ადამიანს ცხიმს, ეს ნაღველი უნდა გამოყოს, რომ ცხიმი დაშალოს. და თუკი კარგად ვერ იკუმშება ეს ნაღლის ბუშტი, რჩება ნაღველი, ან ნარჩენი ნაღველი რჩება მოკლედ ნაღლის ბუშტში. და ამას შეიძლება გამოიწვიოს ნაღლის გაღიზიანება და ნაღლის ბუშტის ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება. ეს არის მეორე, რასაც გულისხმობთ. და მესამე მიზეზს, რომ მაგალითად ჭამე ბევრი ცხიმიანი საკვები, მაგალითად ახალ წელს ან დაბადების დღეზე ან ესე. გაგიღიზიანდა ნაღველი, რომ კომედი შოუში რო ახლა ნაღველი გამიღიზიანდა, მართლა ეგრეა დაახლოებით პირდაპირ გაგებით შეიძლება თქვა ეგრე, რომ როცა ბევრ ცხიმიანს ჭამ, ძლიერად იკუმშება მოკლედ ეს ნაღლის ბუშტი, გამოყოფს ნაღველს დიდი რაოდენობით და ეს აი ამ პროცესმა რომ დიდი რაოდენობით ნაღველი გამოიყოფა, ნაღლის ბუშტის სადინარი შეიძლება გააფართოვოს და ეგ მტკივნეულია და აი ამ მტკივნას ვგრძნობთ ჩვენ, რომელიც გარდამავალია და გაივლის. აი ამ სამ სცენარს მოვიაზრებთ ხოლმე ძირითადად, როცა გულისხმობთ, რომ ნაღლის პრობლემა აქვს ადამიანს. უფრო რთულადაც არის ხოლმე საქმე, უფრო რთულად არის, როცა ნაღლის ბუშტიდან ეს კენჭი დაიძრება და სადინარში წვრილია მოკლედ, იქ გაიჭედება. ეს თუ გაიჭედა და დაახშო ისე ნაღლის ბუშტი, რომ ვეღარ მოძრაობს მოკლედ ნაღველი, ვეღარ გამოდის გარეთ, ეს ტკივილები ძალიან ძლიერია, ნაღლის ბუშტის ანთება ვითარდება და ნაღლის ბუშტი არის საოპერაციო. აი ეს არის მთელი ნაღლის ბუშტის ამბები. ეხლა ვთქვათ სიმპტომები, რა სიმპტომები ახასიათებს, რა იწვევს ძირითადად და როგორ უმკურნალოთ და როგორ მოახდინოთ დიაგნოსტირება სწორად. ყველაზე მთავარი სიმპტომები ნაღლის ბუშტში პრობლემების არის ტკივილი. ტკივილი მარჯვენა ზედა მუცლის მიდამოში, ნეკნები სადაც მთავრდება რა, ახლა თქვენთვის შეიძლება ჩანდეს მარცხენა, სინამდვილეში ჩემი მარჯვენა მხარეს ან სარკული ეფექტის გამო მარცხენა მხარე ჩანს. მაგრამ მარჯვენა მხარეს ვიდებ სინამდვილეში ხელს, ნეკნთან რკალი აქვს ნეკნები რო გადის, აი მაგის ქვეშ. თუ ტკივა ადამიანს, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მერე, თუ იწყება ერთბაშად, შეიძლება არც ერთბაშად არ დაიწყოს, ნელ-ნელასავით დაიწყოს, ყრუ ტკივილი იყოს, უფრო მუდმივი, ყრუ გაბმული, შეკუმშვის მსგავსი, მოვლითი ტკივილის მსგავსი იყოს. ოღონდ არა მჭრელი, ანუ არა ისეთი, რომ რაღაც მჭრელი ბასრი და ძალიან ძლიერი შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთი ბასრი ხასიათის არა, უფრო ყრუ მუდმივი ხასიათის ან როგორც მოვლითი ხასიათის ტკივილი. უფრო ეს ახასიათებს ცხიმიანი საკვების მიღებიდან მალევე ვითარდება და ეს შეიძლება გაგრძელდეს 9 საათი, შეიძლება გაგრძელდეს 6 საათი, გაჩნია 80% შემთხვევაში ახასიათებს გულისრევა, ღებინება, შეფერილობის შეგრძნება, შეიძლება ბოყინი, მოკლედ უსიამოვნო შეგრძნება საწყის მომნელებელი სისტემაში, ჩვეულებრივი ამბავია, როცა ნაღლის პრობლემა აქვს ადამიანს და ეს ტკივილი არ მოიხსნება, ზოგი ანტაციდებს სვავს ხოლმე, ანტაციდებით არ მოიხსნება, კუჭის მოქმედების შედეგად არ მოიხსნება, ზოგი ამბობს, აი
კუჭის მოქმედებით იქნება მოიხსნას, არა, არ მოიხსნება, ანუ ეს ფაქტორებზე არაა დამოკიდებული. ეხლა ისმის მთავარი კითხვა, ხო, ამ პირველი აზრი ადამიანს გაუჩნდება ის, რომ ან საოპერაციოა ეს თუ არ არის საოპერაციო. სად არის ტესტი, სად არის ხაზი, სადაც ვიტყვით, რომ აი ამის იქით საოპერაციო, ამის აქეთ არ ჭირდება ოპერაცია. ყველა მთავარი კითხვა რაც არის. იქიდან დავიწყოთ, რომ ადამიანების დაახლოებით 20% აქვს კენჭები ნაღლის ბუშში. ან ძალიან ხშირია, ყოველ მეხუთეს თითქმის აქვს კენჭები. მაგრამ მათ თითქმის 80% არასოდეს არ ჭირდება არაფერი. ან სიმპტომები არ აქვს, არც ოპერაცია არ ჭირდება, არც სიმპტომები არ აქვს, არც ტკივა და არც არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. შეგვიძლია დავანებოთ თავი ეგეთ ადამიანს. ეხლა იმ 20-30%-ს რომელიც დარჩა, მაგათ აქვს სიმპტომები. თუ სიმპტომები გამუდმებულია, თუ სიმპტომები განუწყვეტლივ ხშირად ვითარდება, უფრო და უფრო სერიოზულია და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ხელს უშლის, ეს ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. მეორე ვარიანტი არის ქოლეცისტიტი თუ განვითარდა. ქოლეცისტიტი არის, როცა ეს ტკივილი ძალიან ძლიერია, როცა ტკივილი არ გადის, 6 საათზე მეტ ხანს გრძელდება. როდესაც ცხელება ემართება ადამიანს, ამის გამო ტემპერატურა აქვს მაღალი და ასეთი ეხოდეც ჩანს, რა თქმა უნდა, კედელი გასქელებულია, ნაღლის ბუშში შეიძლება სითხეც იყოს, რაც შეშუპებაზე მიუთითებს. და ასეთი ტესტი არსებობს, რომელსაც ქვია მერფის ტესტი. მერფის ტესტის აზრი რა არის? რომ აი ადამიანი დაწვეს ჩვეულებრივ და შენ ხელს მიაჭერ, აი აქ მარჯვენა ნეკნთა კიდევ ერთხელ ეს მარცხენა შეიძლება ჩანს თქვენთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ მარჯვენა, მე მარჯვენა მხარეს ვაკეთებ ამას. ნეკნების ქვეშ რკალი როა, ხელს მიაჭერ, ეტყვი რომ ღრმად შეისუნთქოს და შესუნთქვის მომენტში სადღაც გაჩერდება, იმიტომ რომ ძალიან ეტკინება. აი ესეთი ტკივილი, რომელიც სუნთქვას გაუჩერებს, ეგ ნიშნავს 95%-ით თითქმის ნიშნავს, რომ ეგ არის მერფის პოზიტიური ნიშანი და ამ ადამიანს აქვს ქოლეცისტიტი და სასურველია ოპერაციის გაკეთება. სასურველი კი არა, არის აუცილებელი. უმეტეს შემთხვევაში არის შემთხვევები, როცა ოპერაციის გარეშეც შეიძლება გავიდეს იოლას ადამიანი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მან არ არის ის საკამათო არ არის ხოლმე რა, როცა ქოლეცისტიტი ემართება ადამიანს უკვე სერიოზული, იქ ოპერაცია ჯობია. ეხლა რა ტესტებს ვაკეთებთ და როგორ ხედავთ? ჩვეულებრივი სიმპტომებით ადვილად შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ეს არის ნაღლის ბუშიდან მომავალი პრობლემა, რომ პროვოცირებულია ცხიმიანი საკვებით, ცხიმიანი საკვების მერე ჩნდება, გრძელდება ესე 9 საათიდან 6 საათამდე, შეიძლება მოვლის ხასიათის იყოს, ყრუ ტკივილი იყოს, მარჯვენა მხარეს იყოს, ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს ზურგში უკან ან ბეჭში. აი ამ სიმპტომებით მივხვდებით, რომ არის ნაღლის ბუშტი. მეორეს მხრივ ეკოსკოპიაზე ვხედავთ რას, რომ ფიზიკურად ხედავთ იმებს, კენჭებს. უმეტეს შემთხვევაში ეხო ძალიან ადვილად ხედავს კენჭებს და ეკო ოქროს სტანდარტია ხოლმე, რომ პირველი რაც ვაკეთებთ არის ეკო. ჩანს ასევე თუ სადინარი, ნაღლის ბუშის სადინარი გაფართოებულია, ეგეც ჩანს. გაფართოებულიც პრობლემას ნიშნავს. ნაღლის ბუშის კედელი თუ გასქელებულია, მაგასაც ხედავთ. ნაღლის ბუშის კედლის გასქელება ანთებას ნიშნავს. მაგრამ არა ყველ თუ ადამიანს სიმპტომები არ აქვს, და ნაღლის ბუშის კედელი გასქელებულია, მაშინ სხვა გამოდაბეძებოთ მიზეზი, სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს ამას, თქვა გულის უკმარისობის გამო შეიძლება იყოს. მაგრამ უმეტესად, როცა თან სიმპტომები გვაქვს და თან ნაღლის ბუშის კედელი გასქელებულია, ნიშნავს რომ ანთება ამოგვით და ხშირად არის ხოლმე საოპერაციო. კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლებელია, MRI შესაძლებელია, მაგრამ მაინც პირველი აი go-to-ს რო ეძახიან, ეგეთი დიაგნოსტიკური ტესტი არის ეკოსკოპია. კითხვა არის ხოლმე კიდე რომ აი ყველა ვისაც სიმპტომები აქვს, ყველას დასჭირდება
ნაღლის ბუშტის ამოღება ადრე თუ გვიან ძალიან ბევრს ვისაც სიმპტომები აქვს დასჭირდება მოკლედ. ახლა სიმპტომს მე არ გულისხმობ, როცა უბრალოდ დღესასწაულებზე ძალიან ბევრ ცხიმიანს ჭამ და ნახველი შეგაწუხებს გარდამავლად და მე მიგავიწყდება წლობით. ამას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, როცა აი ბილიარული კოლიკა აწუხებს ადამიანს და ნაღლის ბუშტის ქვები აქვს ნაღლის ბუშტში და ეს ქვების სიმპტომებს იწვევს. ამ შემთხვევაში გულისხმობ, ადრე თუ გვიან ჭირდება, ამიტომ მოკლედ ძალიან ბევრ შემთხვევაში ქირურგია ნაჩვენებია თუ სიმპტომურია ეს ყველაფერი და მით უმეტეს თუ ხშირად ხდება. ახლა გვაქვს თუ არა ალტერნატივა ქირურგიის, ზოგს არ უნდა რომ ქირურგია გაიკეთოს. არის პრეპარატი მაგალითად ურსოდეოქსიქოლის მჟავა, ესეთი პრეპარატია, რომელიც ქოლესტერინის კენჭები თუ არის, მის დაშლა შეუძლია რაღაც დონით, რაღაც ალბათობით. დაახლოებით აქ 30-40%-იანი ალბათობა, მოკლედ ესეთ ქოლესტერინის კენჭი თუ არის, ეგეთ კენჭებს დაშლის 30-40%-იანი ალბათობით, ოღონდ წლობით უნდა მიიღოს ეს პრეპარატი ადამიანმა და ნელ-ნელა აკეთებს ამ ყველაფერს, როცა შეწყვიტავს, მერე ისევ მაღალი შანსია რომ კენჭები გაჩნდეს. ამიტომ თუ კი ცოტა სიმპტომები სერიოზულია ხოლმე, ამიტომ მაინც ქირურგიას მიმართავენ ხოლმე ლაპარასკოპიით კეთდება და ზოგადად არ არის რამე ისეთი რთული ოპერაცია არ არის, ძალიან ხშირი, ძალიან წარმატებული ოპერაცია მოკლედ ეს. კიდე არის მთავარი კითხვა ხოლმე, რომ როგორ ვიკვებოთ და ძალიან ბევრჯერ დამიწერეს, რა ვიცი, სხვა ადამიანებმა, როგორ ვიკვებოთ ნაღლის ბუშტის დიეტა, როგორია და ნაღლის ბუშტი ამოკვეთილი ვისაც აქვს, იმ ადამიანებმაც როგორ უნდა ვიკვებოთ. მთავარი პრინციპი ორივე შემთხვევაში არის ერთი, რომ ნაკლები ცხიმი ან მთელი მუღამი, ესე ვთქვათ, ამ პრობლემის არის, რომ ცხიმი ასტიმულირებს შეკუმშვას, სპაზმს ნაღლის ბუშტის და ეგ იწვევს ამ სიმპტომებს. მეორეს მხრივ ცხიმი, როცა ადამიანს ნაღლის ბუშტის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ნაღლის ბუშტი აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ შეიკუმშება, მაგრამ ნაღველი სულ გამოიყოფა. ღვიძლიდან მთლიანად გამოიყოფა ნაღველი მაინც პირდაპირ ნაწლავებში. და გამოიყოფა მუდმივად ამ შემთხვევაში და თუ ადამიანი ბევრ ცხიმიანს შეჭამს, ვერ აი ის დროდადრო გამოყოფილი ნაღველი, თუნდაც მუდმივად ცოტ-ცოტ არ ყოფნის, იმიტომ რომ ნაღლის ბუშტი არ არის, ვერაფერი ვერ დაიგროვებს იმ ნაღველს, როცა საჭიროა იმდენი გამოყოს და აი ეს ცხიმოვანი საკვები გამოიწვევს დიარეას, ფაღარას, მუცლის ტკივილს და ასე ამ სიმპტომებს გამოიწვევს და ამიტომ არის რომ ცხიმიან საკვებს ორივე შემთხვევაში უნდა მოერიდოს. და ყველაზე მთავარი არის ცხიმიან საკვებს უნდა მოერიდო. მეორე არის რომ თუ მაინც ცხიმიან საკვებს მიირთმევ, მიირთვი ჯანსაღი, მაგალითად ზეითუნის ზეთი, თევზის ქონი და ავოკადო და ანუ ჯანსაღი და ბუნებრივი სახით და არა ვთქვათ შემწვარი ზეთში შემწვარი რაღაცეები, არა ზეთიანი ბადრიჟანი და ასე. ანუ ბევრი ზეთი მით უმეტეს რასაც აქვს, ცხიმი რასაც აქვს, ხორცი და ესეთები არც ერთი არ არის რეკომენდირებული და არ არის რეკომენდირებული ძალიან ძლიერად, რადგან ერთ შემთხვევაში იწვევს შეტევას, მეორე შემთხვევაში კიდე საჭმლის მონელებელი სისტემისთვის არ არის სასურველი. ხილი და ბოსტნეული ორივე შემთხვევაში კარგია, ჯანსაღი კვება, სრულმარცვლოვანი საკვები კარგია ორივე შემთხვევაში. ხო, ოპერაციას რო იკეთებს ადამიანი, თავიდან თხევადი პირველი 2 დღე თხევადი საკვების მიღება არეკომენდირებული, სუპები და თხევადად გაკეთებული, თქვათ აი პიურესავით ან თხლად და ესეთი საკვები შეიძლება მიიღოს. აი ეს არის თავიდან შეზღუდვა. მერე ეგ შეზღუდვაც მოიხსნება, ადამიანს თითქმის ყველაფრის ჭამა შეუძლია, უბრალოდ ნაკლებით ცხიმით ეგ არის. და მეორე შეზღუდვა აქვს, რომ მოკლე შუალედებით ჯობია ჭამოს მცირე ულუფებით, არა დიდი ულუფები, არამედ მცირე ულუფები. მცირე ულუფებიში იგულისხმება მაგალითად დაახლოებით 200-დან 300 გრამამდე კვება ერთ კვებაზე 4-ჯერ დღის განმავლობაში ან ყოველ 3-4 საათში ერთხელ. ეს მიიჩნევა ოპტიმალურად მოკლედ. ხო, კალორიებსაც უნდა მიაქცევთ ყურადღება, ანუ კვების საკითხი კომპლექსურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯამში ის არის, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ხილზე, ბოსტნეულზე, სრულმარცვლოვან მარცვლეულზე,
და არა ცხიმები, არა შემწვარი, ყოველთვის მოხარშული, არა ღორის ქონი, არა ქონიანი ხორცი. და ხშირად არის ხოლმე კითხვები კიდე სპაზმის მომხდნელ პრეპარატებზე, მაგალითად დროტავერინი, ნოშპა იგივე, ბუსკოპანი, დიციკლომინი, პაპავერინი, ესენი ყველა სპაზმის მომხდნელები რამდენი ეფექტურია. მოგეთ, ნოშპა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია მაგათ შორის რა. ანუ დანარჩენ ყველა რაც თქვი, მაგათ დაახლოებით 30%-იანი, 30-40%-იანი ეფექტურობა. ნოშპას აქვს თითქმის 40-50%-ამდე ეფექტურობა. ანუ ნოშპა ჯამში საკმაოდ ეფექტურია. ნაღლის ბუშტისთვის, ბევრი დაავადებისთვის ნოშპა არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ნაღლის ბუშტისთვის მეტნაკლები ეფექტურობა გააჩნია სპაზმს ხსნის. ეგ არის მისი არსი. ტკივილისთვის გამოიყენება ხოლმე კიდე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. დიკლოფენაკი მაგალითად ერთ-ერთი პირველი რიგის არის მან, იმიტომ რომ ძლიერია და საკმაოდ კაი ეფექტი აქვს, მალევე ხსნის ტკივილს. ხო, ძირითადად ეს პრეპარატებია, რაც გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და სპაზმის მოსახსნელად, სპაზმოლიზური საშუალებები რაც ჩამოვთვალე. კიდე არის ხოლმე კითხვები, რომ შეიძლება თუ არა მხოლოდ დიეტით მართვა აი ნავლის ბუშტის პრობლემებს. კი, ბევრ შემთხვევაში შეიძლება. ბევრ შემთხვევაში შეიძლება, თუმცა თუ კი ანუ ეს ნაღლის ბუშტისში ქვები იწვევს სიმპტომებს და ეს სიმპტომები ხშირია, მაშინ მრავალ შემთხვევაში საჭიროა ოპერაცია, მაგრამ ასევე არის ბევრი შემთხვევა, როცა კვებით მოწესრიგება შესაძლებელია. და ასევე არის კითხვები, აი ხშირად მეკითხებიან ხოლმე ძალიან გრძელვადიანი გართულებები ნაღლის ბუშტის ოპერაციის, რამე ხო არა. მნიშვნელოვანი ისეთი, რომ თქვათ რაღაც განსაკუთრებული არაფერი არ აქვს. მცირე ოდენით შეიძლება მოიმატოს ღვიძლის გაცხიმოვნების რისკმა, მაგრამ ეგ რისკი იმდენად მცირეა, ან მცირედ იმატებს ძალიან, რომ ანუ კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა ხოლმე, რა სტატისტიკურად აღსანიშნავია, ისიც არა ყველა კვლევაში, მაგრამ კლინიკურად მნიშვნელოვანი, მაგალითად, რო ვთქვათ, რომ აი გაცხიმოვნების რისკი იმატებს და რამე უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაუცხიმონდეს ღვიძლი ადამიანს, ესე არ არის, ესეთი მნიშვნელოვანი არაა ეგ რისკი. მეორე მხრივ არის ხოლმე ფიქრი იმაზე, რომ ქოლესტერინის დონე ხო არ იმატებს და ესე ეგეც არ არის, ანუ რაღაც კვლევები არის, რომლის მიხედვითაც ცოტა ქოლესტერინის დონე შეიძლება მოიმატოს, მაგრამ მანდაც არა ისე მნიშვნელოვანი რამე, რომ ვთქვათ, რომ ეხლა მოდი სტატინები დავიწყოთ წამალი, რომ აი ქოლესტერინის დონე არ მოიმატოს. არა, ეგრეც არ არის. ანუ რეალურად რა ჩვეულებრივ პოპულაციას როგორც ემატება ქოლესტერინის, ჩვეულებრივ პოპულაციას როგორც ემართება ღვიძლის გაცხიმოვნება, პრაქტიკულად რეალურ ცხოვრებაში აი ეგეც დონეზე ვითარდება. შესაბამისად, ჯამში ნაღლის ბუშტის პრობლემის მართვა შესაძლებელია, მკურნალობა შესაძლებელია, გადამწყვეტი მკურნალობაც გვაქვს ქირურგიის სახით და ის გადაგვჩენია, რომ ჩვენ თავს გაუფრთხილდეთ. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.